20-41 გადაიკეტა გზა რუსთაველზე. კი, არ ვარ ძალიან ბევრი, მაგრამ რაც ვარ გადაიკეტა. ხო. ესენი ეგრევე წავიდნენ დასასვენებლად ფორმიანები. აი, ყველაზე სუფთა მიმართვა რა ვიცი, სანაირად არ ვიცი. ველოდებით საზმაოს. აი, იქაც გაასხალა. Volonté!
მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, რომ აქ ხართ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ბევრი ხართ ყოველდღიურად აპროტესტებთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ყოველდღიური პროტესტი შევინარჩუნოთ და შესაბამისად ეს უწყვეტობა იყოს ერთი მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოდის აქ, მეორე მხრივ რუსთაველი იკეტება და ჩვენი შეხვედრა ყოველდღიურად ხდებოდეს. ამას ვთვლით, რომ არის უმნიშვნელოვანესი. როგორც იცით, დღეს იყო სასამართლო პროცესები, ბევრი ჩვენგანი იქ ვიმყოფებოდით, თქვილად არ ვეძახით ამას უსამართლო სასამართლოს, იქიდან გამომდინარე თუ რასაც ვხედავთ ყოველდღიურად. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ რეჟიმს აქვს ისეთი სტრატეგია, რომ ცრუმოწმეები გამოყავს წარადგენს აბსოლუტურად არარელევანტურ ადამიანებს, რომლებიც სისულელებს საუბრობენ, რომელსაც საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ერთი მხრივ ამით რაღაცა დროს წელავს და მეორე მხრივ ქმნის ისეთ სურათს, თითქოს აი ამ ადამიანებს რეჟიმის თხოვებს რაიმე კავშირი ჰქონდეს იმასთან, რასაც ეს ცრუმოწმეები საუბრობენ. თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ხარდაჭერაზე, როდესაც ვსაუბრობთ თანადგომაზე, რეჟიმის თხოვებისთვისაც, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სასამართლო პროცესებზე იყოს ისეთივე ხალხმრავლობა, როგორც არის მაგალითად აქ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ამბები ზუსტად იქ წყდება, სურათიც იქ იქმნება და ამ ადამიანებისთვისაც, თვითონ რეჟიმის თხოვებისთვისაც ეს სურათი და ის ხალხმრავლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ბევრჯერ თქვეს თვითონ რეჟიმის თხოვებმაც, ბევრჯერ თქვეს თვითონ ოჯახის წევრებმაც და ცხადია, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველდღიურად იქ ვიყოთ. ბუნებრივია თქვა, შეიძლება ყოველდღე ვერ ვახერხებდეთ, მაგრამ რა გარკვეული თანმიმდევრობით მაინც ეს სოლიდარობა იქ ადგილზე უნდა დავაფიქსიროთ. ხვალ მაგალითად არის 2 საათზე გიორგი კუჭუაშვილის საქმე, შემდეგ ზეგ 21 მაისს 11 ნახევარზე არის ანტონ ჩეჩინის საქმე, 2 ნახევარზე გიორგი ახობაძის საქმე და შემდგომ მომდევნო დღეებში ასევე გრძელდება. ანუ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში საქალაქო სასამართლოსთან საქმეები მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენც რაღაცნაირად ჩვენი დღის წესრიგში ეს რომ ჩავსვათ არის უმნიშვნელოვანესი. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ რეგიონული თემები მუდმივად გავაჟღეროთ და აი ეს ერთიანობა აქაც შევინარჩუნოთ, რომ იქაური თემები აქაც შემოვიტანოთ. იმიტომ რომ დიდი პროტესტის ნაწილი არის ნამდვილად ხვალ სენაკის სასამართლოში არის ბალდის საკითხი განიხილება, ბალდის კანიონის მცველები უპირისპირდებიან იქაურ ოლიგარქებს, რუს ოლიგარქებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი კანიონები, ბალდის კანიონი მიისაკუთრონ და ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, რომ აი რაღაცა რეგიონებს არ აქვს ხოლმე რაღაცა სრულფასოვანი ინფორმაცია, აქედან გავიდეთ რეგიონებში და იქ მივაწოდოთ ინფორმაცია, გადავამზადოთ, ცნობიერება აუმაღლოთ, გადავატრენინგოთ და მე მგონი ეს პერსპექტივას რიგ შემთხვევებში უნდა შევცვალოთ და პირიქით ბევრი რამე ჩვენ იმათგან უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ თუ სადმე პროტესტის კერა არსებობს, ეს არის ბალდა და ბალდელები უკვე თითქმის 600 დღეა თუ არ მეშლება იბრძვიან, ჩვენ ყოველდღიურ პროტესტზე ვლაპარაკობთ, მაგრამ თუ სადმე არის ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი, ეს არის ბალდა, სადაც ბალდის კანიონის მცველები აი ესე ყოველდღიურად უწყვეტად კარავში იბრძვიან ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის და ამას აკეთებენ აბსოლუტურად შეუპოვრად ყოველგვარი რაღაცა ხარდაჭერის გარეშე და პირველივე დღიდან ეს ადამიანები არიან შეუპოვრები კონცენტრირებულად, ფოკუსირებულად, არანაირი ფოკუსი მათ არ ეკარგებათ და აი თუ რამე შეიძლება ჰქონდეს შედეგი, არის ეს და მათი მაგალითი მე მგონი ჩვენც უნდა გადავიღოთ. ამიტომ თუ შეიძლება ხმამაღლა ერთხელ აქედანაც გავაგონოთ სოლიდარობა ბალდას! სოლიდარობა ბალდას! სოლიდარობა ბალდას! იქაც უნდა ჩავიდე. ბატონო, ხვალინდელი სასამართლო არის სააპელაციო სასამართლოში, არასაქალაქოში და რო არ აგვერიოს. და მესამე საკითხი, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველა ვემზადებით 26 მაისისთვის დღეს რეზო კიკნაძემაც სასამართლო პროცესიდან მისი ასე ვთქვათ ტრიბუნა გამოიყენა და ზუსტად ისაუბრა 26 მაისის მნიშვნელობაზე, ხო და თუ ვინმე უნდა აღნიშნოს 26 მაისი, ეს ვართ ჩვენ, ეს დღე გვეკუთვნის ჩვენ, ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება, ამიტომ მაქსიმალურად მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ხმა, მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ იმისათვის, რომ 26 მაისს რაც შეიძლება მეტნი უნდა ვიყოთ. ჩვენ ნახეთ 17 მაისისთვის როგორი მობილიზება ჰქონდა
აწარმოებდა რეჟიმს, ამიტომ აი ესეთივე მობილიზება უნდა გქონდეს ჩვენ 26 მაისს უნდა ვიყოთ ყველანი გაერთიანებულები, კონსოლიდირებულები, აქ არ უნდა იყოს არანაირად დაგსაქსულები, არ უნდა ვიყოთ არანაირი დეზინტეგრაცია. აქ არ არის საჭირო რომ ვიღაცა ცალკე რაღაცას აკეთებს, ვიღაცა ცალკე რაღაცას, არამედ ყველანი ერთად უნდა შევიხაროთ აქ რუსთაველზე პარლამენტთან და ერთად უნდა აღვნიშნოთ ეს დღე და უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტნი. ამიტომ დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ ჩვენ და ვემზადებით 26 მაისისთვის. მანამდე ცხადია მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მაგრამ პარალელურად ეს თავში აუცილებლად უნდა გქონდეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და შევხვდებით ხვალ. ცოტა შეცოტავდა, მაგრამ არა უშვის. თავისუფლება რეჟიმის ხერ. თავისუფლება რეჟიმის ხერ. თავისუფლება რეჟიმის ხერ. მადლობა ყურადღებისთვის და გეოდებით ილიასა დააკეთებთან საპროტესტო აუდიტორიაში. საპროტესტო აუდიტორიაში რაზეც უნდა ყოფილიყო საუბარი, ის გამოაცხადა, მაგრამ როგორც ჩანს მე დავაგვიანე. გადაღება შოუდან კიდე კარგად არის ეს. ხო, მცირე მონაკვეთს იმისასაც გადავიღებ და ჩავაწერინებ თვითონ დუტას. რაზე იქნება საუბარი. ხო. საინტერესო ლექცია და გათამაშება ციკლი. ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად საპროტესტო აუდიტორიასთან ერთად ცდილობს, რომ შეაიარაღოს ჩვენი პროტესტის მონაწილეები, გადავცემთ ხოლმე პატარა საჩუქარს, ეს არის გულსაბნევი საპროტესტო აუდიტორიის ილიასა და გაკი ძეგლის ჰოლოგრამით, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად პროტესტის ახალგაზრდებისა და გაზრდებისთვის და სასიამოვნო საავტორო საგანებისთვის. მესამეებით პირველ რიგში დღევანდელი ჩვენი შეხვედრა როგორც ეს შეეხება მე-20 საუკუნის დიქტატორულ ტექსტებს, ესე შეიძლება ითქვას, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით პოლიტიკურ რომანს და ვისაუბრებთ პოლიტიკური რომანის სხვადასხვა სახეზე, ცალკეულ ტექსტებზე, რომელიც ამ მხრივ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ვისაუბრებთ ძირითადად ორ ტენდენციაზე, რომელიც ამ თვალსაზრისით ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, უნებრივია, ორ ტენდენციაზე, რომელიც შეიძლება საყურადღებო იყოს ჩვენთვის, როგორც ამ რეალობაში მცხოვრები, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის. შესავლის სახით უნდა დავიწყოთ ამგვარად, რომ პოლიტიკური რომანი იმ სახით დაახლოებით, რა სახითაც ის მე-20 საუკუნეში არსებობდა და დღესაც განაგრძობს თავის არსებობას, ყალიბდება მე-19 საუკუნის დაახლოებით 70-იანი 80-იანი წლებისათვის. მიიჩნევა რომ და ხო, დასაწყისში ვთქვათ ესეთი რამე, რომ პოლიტიკური რომანი იყოფა სამ ძირითად, ასე ვთქვათ, ნაწილად, რომელიც მე თავის მხრივ ლიტერატურათმცოდნეობაში ჩაიშლება კიდე პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, მიმართულებებად, მაგრამ სამი ძირითადი ელემენტი გამოიყოფა, ეს არის ეგრეთ წოდებული კლასიკური პოლიტიკური რომანი, რომლიდანაც დანარჩენი ყველაფერი წარმოიშობა, თუმცა ის კლასიკური პოლიტიკასაც აგრძელებს არსებობას, არის დისტოპიური რომანი, რომელზეც დღეს ნაკლებად გავამახვილებთ ჩვენ ყურადღებას და არის ეგრეთ წოდებული დიქტატორული რომანი, რომელიც წმინდად მე-20 საუკუნის პირმშოა, თუმცა ბორხესიც და სხვა ლათინოამერიკელი მწერლებიც ამბობენ, რომ მას აქვს თავისი წინამორბედი ტექსტები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. კლასიკური პოლიტიკური რომანი დაიბადა ისტორიული რომანის ინტერპრეტაციის საფუძველზე, ესე შეგვიძლია ვთქვათ, და მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი პირველი და შეიძლება ითქვას თანამედროვე აზრით სრულყოფილი ტექსტი ამ მხრივ დაწერა ვიქტორ ჰიუგომ, როდესაც 70-იანი წლების, ესე იგი რა ქვია მაგას, დასაწყისში დაწერა თავისი 93 წელი, ჩვეულებრივ ეს ისტორიულ რომანად განიხილება ხოლმე, თუმცა წარმოადგენს ძალიან კარგ გარდამავალ, ასე ვთქვათ, ტექსტს ისტორიულ რომანსა და პოლიტიკურ რომანს შორის და მნიშვნელოვანი არის იმდენად, რამდენადაც ინტერპრეტაცია ხდება სწორედ ამგვარად, ეს არ არის ისტორიული რომანი იმ აზრით, რა აზრითაც ჩვეულებრივ ისტორიული რომანი გამოიყენება ხოლმე, ის ტექნიკური თვალსაზრისით არის მხოლოდ ისტორიული
ისტორიული, დანარჩენ შემთხვევაში ტექსტში განხილულია ის მოვლენები და ის პოლიტიკური თუ სოციალური საკითხები, რომლებიც მაშინ აწუხებდა, ასე ვთქვათ, ფრანგულ საზოგადოებას, უბრალოდ გამოცვლილი არის ისტორიული ვითარება, ესე შეიძლება ითქვას და თანამედროვეობა გადატანილი არის წარსულში. ეს ხერხი მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში იყო პოპულარული და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული იყო, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურად აქტიური, ასე ვთქვათ, მწერლების შემოქმედებაში, რომლებიც ვთქვათ მე-19 საუკუნის მიწურულს დაიბადნენ და ამ თვალსაზრისით ბევრი მათგანის გამოყოფა შეიძლება, მაგრამ რამდენიმე რო გამოვყოთ, ერთი ეს არის აუცილებლად ჰენრი სენკევიჩი თავისი რომანით ვიდრე ხვალ უფალო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ რომანად იქცა აღმოსავლეთ ევროპისათვის უპირველეს ყოვლისა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული ლიტერატურა ჩვენში კი არის ნაკლებად პოპულარული პოლონური, უნგრული ლიტერატურა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპული ლიტერატურის ტრადიციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და პატრიოტული და ანტიდიქტატორული, ასე ვთქვათ, სულისკვეთებით იმთავითვე გამოირჩეოდა ეს. აუცილებლად აღნიშნვის ღირსია, ხოლო უკვე მე-20 საუკუნეში, როდესაც ვთქვათ, გერმანულ საზოგადოებას დაემუქრება, ასე ვთქვათ, საფრთხე, იქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ისეთი კაცი, როგორც არის ჰაინრიხ მანი. ვიდეო სრულად იხილეთ საპროტესტო აუდიტორიის Facebook და YouTube პლატფორმაზე. Salam. أخي لا ما أخي ده Formula televizija. აი ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ, საინტერესო ხალხი ვართ, წიგნებს გითხულობთ. ახლავთ. დღეს რაღაც ძალიან ადრე გაიხსნა გზა. ნახევრამდე ვერ მოითმინეს. ფორმულიან მანავიჭრებს. ლექცია ჯერ არ დამთავრებულა. საპროტესტო აუდიტორიის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ სრული ვერსია. დროებით მოვლიგ დღეებამდე. მოემზადოთ 26-ისთვის. თუ ყინავს ზიერ ცხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სულს ვეძებ ყველგან მაგრამ ისე ვარ სად არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყენული თუნდაც ძველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეთე რუსთაველი ვიბძი შენ მიყავმევ გავარ მკივა ყვირი კედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისევ ხატავ ვიბძი კედლებიდან განონს ვარღვევ ხადვით განონს ხადვით ნარდი კარტი რიტმი ტაქტი ქუჩებს ვაჭმევ საღებავით